ბავშვები კბილების არსებობს ორი სახის მორყევით შეგვიძლია კბილი ამოვიღოთ. ეს გახლავთ როტაცია და ლუქსაცია. როტაცია რასთვის? გაგიგიათ ეგ სიტყვა გადაადგილდა რაღაც როტაცია მოახდინეთ. როტაცია ფაქტიურად გამოიყენება ერთფესვიან კბილებზე. ანუ მოლარებზე როტაცია არ ეხმარება. არ გჭირდება. ეხლა რა არის როტაცია? ხო მიდევს უკვე კბილი. აი როტაცია ნიშნავს კბილი უნდა მოაბრუნო მისი ღერძის გარშემო დაახლოებით 25 გრადუსით. ანუ ეს ეხლა ცოტა არ არის მოშვებული, შევმოწყდეს და შეგეშიდეთ. აი მოაბრუნე. 25 ნიშნავს მეოთხეც. 100-ის მეოთხეც. აი შე რო იდგე და 25 გრადუსით მობრუნდიო, მეოთხედით უნდა მობრუნდე. აი მეოთხედი. მიხვდით აი წარმოდგენაში რო გქონდეთ რა. ესე იგი რა ყოფილა? აი როტაცია. აი ხედავთ როგორ ვაბრუნებ 25 გრადუსით. ეს არის როტაცია. ლუქსაცია ნიშნავს როდესაც ჯერ ქვედა ზედა ვაჩვენე, ქვედა გაჩვენოთ და მერე ზედა. საჭანდაბაში ლუქსაცია ნიშნავს ეს არ გვიდეს სწორად. როდესაც კბილი უნდა მოვარყიოთ. შემოწითამაში. ნახეთ კბილის მორყევას ნახეთ შიგნით გარეთ. რა ყოფილა ეს? ლუქსაცია. ესე იგი შიგნით გარეთ. ეს არის ლუქსაცია. მოლარებზე ზედაზეც ქვედაზეც ყოველთვის გამოიყენება ლუქსაცია. ეხა ერთი რაღაცა არის დადგენილი წესი ლუქსაციის. საით უნდა ესე კი არ არის რომ შენ საითაც კიდე იქით მოარყევ, თორე იმიტომ რომ უცოდინრობით ჩატეხილი კბილები სხვა არის. როგორ მოვარყიო საით? მოდი დავიწყო ზედა ყბა. ნახეთ ვისაც საით მოუნდება, იქით კი არ უნდა მოარყიო, ეგეთი დადგენილი წესია. ლუქსაცია ჯერ უნდა იქეთ გააკეთო, ჯერ კბილი იქეთ უნდა მოარყიო, საითაც ალვეოლური კედელი იმ კბილთან უფრო არის თხელი, სისქე. რაშიც კბილია. ხვდებით თუ არა? როგორი მაგალითი მოვიყვანოთ, იმათაც მოვიყვანე ეს. ნახეთ, აქეთ ეს თქვათ მეტალი. ნახეთ, ეს მხარე. ყარი, აი ესეთი. და თქვათ, აქეთ არის მინა. აი წარმოიდგინეთ ისეთი რამე. აქეთ მტკინაა, აქეთ მინა. და ეს უძრავადაა, ჯერ და უნდა მოვარყიო ეს რაღაცა შიგნით. ნახეთ ბავშვებო, ჯერ ეს პრაქტიკულად რა ვიცი რო გიტადი, მიხვდეთ არ დაიზებიროთ. აქეთ რკინა, იქეთ შუშა. ჯერ რომელი მხარეს წამოვიღო ეს რაღაც კბილი? საით? აქეთ შუშაა. აქეთ რკინაა. საით წამოვიღო? სადაც შუშა. ნახე, უძრავი რაღაცა არის. აქეთ რკინა, კედელი აქვს, აქეთ შუშას თუ წამოიღებ, რა სიზავს? ეგრევე სანა მორყეულიც არ არის, მორყევას იწრებ. ეგრევე ნახე, აი ესე როგორც კი დაიწრებ, ის შუშა რა სიზავს? ჩაგემსხრევა. მიგახვედრეთ? ანუ კედელი სადაც თხელია, სუსტია, ჯერ იქეთ უნდა წაიღო კბილი. მოსარყევად. გასაგებია. ესე იგი, ლუქსაცია კეთდება ყოველთვის ჯერ ლუქსაციის დროს მორყევა კბილის ხდება ჯერ იმ მხარეს, სადაც კედელი უფრო თხელია, ანუ სუსტია. ზედაყბაზე უკვე დადგენილია, ხო ვიცით კედელი სად არის, ახლა ზვალ სად აქვს უფრო სუსტი. ამიტომ ყოველთვის ჯერ ნახე საით წამოვიღე. გარეთ, მერე შიგნით. თქვენ თუ დაიწყებთ ჯერ შიგნით მორყევას, ეს ადვილად მოგიტყდებათ. გამონაკლისი კბილი არის პირველი მოლარი. რადგან აქ რომელი ქედია თავის ქავაზე ანესთეზიის დროს გასწავლით ყრიმა ალვეოლის ქედი. ამიტომ ეს ქედი ნახეთ ესე თიც გაყოლებინებდით მე. ეს ქედი ასქელებს გარეთ ამ კედელს. ამიტომ თუ პირველ მოლარს იღებ, ჯერ საით მოვარყიო? შიგნით, რო ეს გამონაკლისი. ამიტომ პირველ მოლარზე თქვენ თუ დაიწყებთ მის ამოღებას, იქივე ნახეთ, ჯერ
აუცილებლად შიგნით წაიღებ, თუ ეს კედელი არის აქ. სხვა შემთხვევაში ლუქსაციას ზედახვაზე ჯერ ყოველთვის გარეთ შიგნით, მაგრამ ეს არ იცოდეთ შეუგნებლად დამახსოვრებული. რატომ აკეთებ ჯერ გარეთ? იმიტომ რომ გარეთა კედელი უფრო სუსტია. ეხლა გადავიდეთ ქვედახვაზე. ქვედახვაზე ლუქსაცია. ნახეთ პირველი მოლარი. ბავშვებო, პირველი წესი აქაც იგივეა. ლუქსაციის დროს კვირი ჯერ უნდა მოარტყიო იქეთ, საიდანაც აი თქვათ რომ ჭირდებოდეს, სადაც უფრო თხელი კედელია. აქ მაგალითად აი მიდამოში თუ მჭირდება, რა თქმა უნდა, ჯერ გარეთ, მაგრამ გამონაკლისებს ვამბობ. პირველი მოლარი ვესტიბულურად და ენის მხრიდან თანაბარი სისქია კედლის. ამიტომ რა ვქნა? ერთნაირი სისქის კედელი აქვს. რა ვქნა? ნუ გერიდებათ თქვით. რა ვქნა? თანაბარი სისქის კედლები აქვს. არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა, საიდანაც შენ თუ გინდა ჯერ გარეთ მოარტყიო, შენ თუ გინდა ჯერ შიგნით. თუ თანაბარი სისქის კედლები აქვს პირველ მოლარს. მეორე და მესამე მოლარს. ეს გამონაკლისია. როგორც ზედა პირველი მოლარი. წესით ხო გარეთ უნდა ვარყევდე ჯერ. მაგრამ პირველ მოლარს ყრიმალალვეულის ქედი აქ და ასქელებს გარეთა კედელს. ამიტომ ჯერ შიგნით მოვარყიე. აქ რა არის? რა ასქელებს ამ ბოლო მოლარებთან ამ ძვალს? რაღაც მოდის ტოტის წინა კიდე და რა ქვია იმ ხაზს? ირიბი ხაზი. გახსოვთ ქვედაყმა რომ მომქონდა მერე წამოვიღებ და იქ ირიბი ხაზი. ამიტომ აქაც ასქელებს. ამიტომ ეს კბილი საით მოვარყიო ჯერ? შიგნით მერე გარეთ. ეხლა ეს ამის მაშარ არის. სიუზნის კბილის მაშარ. ესე იგი ამას ვარყევდე ჯერ საით მოვარყიო? შიგნით მერე გარეთ. პირველი სულ ერთია. რო იცოდე რატოა სულ ერთი? ხო დაიცოდე შეგნებულად რატოა თანაბარი კედლები გააჩნია. გავიგეთ ეს თემა? დიახ. ეხლა ვინ ვერ გაიგო? გაიგე შენ. შენ როგორც ოპერატორმა გაიგე? კი. თუ მათ ხარისხს ამოწმე. არა. ბათაშორის ისე რომ უყურებდი, აქეთ კი ვერ შემჩნია რომ აღარ იღებდა. არა, გადაგებული. არა, კი, ორი წამით ავწდი. არა, მითხარი მაგრამ. არა, მოვასწარით, ხო გაგამეორებინეთ მერე და. არის ყევა საერთოდ. არის ყევა ეშტავადი, არის ყევა და ხშირად პირველი პრემოლარი წვერტფესვიანია. მაგრამ ხშირად გაორკაპებული. წესით როტაცია ამას ყველას უნდა არყევდეს და არ არყევს. ცურა არ არყევს. რატო? აი ეს მინდა ფესვები. როგორი ფესვებია? გავიგე ერთი ფესვებია. ესე არის სწავლეთ ისაც დაგამაღლეთ. არც იმათმა არ იცოდნენ. ის თავისებურება, რაც ამ კბილის ფესვებს ახასიათებს. ზოგიერთი მე არ დავაკონკრეტებ ფესვი. ნახეთ, ყელი არის, მაგრამ წინ და უკან არის შეჭლეტილი, რომელიღაცა კბილის გვერდებიდან არის შეჭლეტილი, მიხვდით? ესენი თავისებურებებია და ამიტომ ეხლა გეტყვით მაგრამ მე წეს გეტყვით. ამიტომ აი ამ კბილ ცენტრალურ გვერდით საჭიროს ეს და პირველ პრემოლარსაც. ნახე, როტაცია გავაკეთე, მაგრამ აუცილებლად ლუქსაციაც მინდა და ახლა რო ეს კბილი უკვე იყევა. ანუ შერეული მოძრაობა მჭირდება. ამ კბილზეც, გვერდითზეც, ესეც პირველ პრემოლარზეც, რადგან ხშირად გავაკეთებულია. ეს კი ბატონო ეს ძირითადად ერთფესვიანია თუ იშვიათად ვიღაცას მაგრამ ვენთქის რომ ნახავ როტაციით ამ გასაგებია ქვედაყმაზე ცენტრალური საჭირელი გვერდითი საჭირელი ეშვი შერეული დრამის ფესვებიც უნდა მითხრათ როგორია შერეული მოძრაობა სჭირდება გასაგებია აი პრემოლარებს შეგნებულად არ ვიტყვი მოლარებზე როქს ზედა მოლარებს, ქვედა მოლარებს, მხოლოდ ლუქსაცია უნდა, აქ როტაცია შენ არ გჭირდება. მე ვამბობ, ერთფესვიანი, აი ფრონტალურები და პრემოლარები. მიხვდით რაზე საუბარი? აი მაგალითად, როტაცია ხომ მჭირდება? აი ესე უნდა მოვაბრუნო. всё, 25 ეს არის, მაგრამ არ იყევა. ამიტომ რა ვთქვი, ლუქსაცია. ლუქსაცია ჯერ საით წავიღო. საით მოვარყიო, ლუქსაცია, გარეთ წესი. ეს არ არის. აი მიხვდი? ანუ შევანაცვლე ლუქსაცია. თქვენ იმსაწესში ნახეთ PDF-ში და იქ წერია კბილის
კბილების ამოხება ზედა ყბაზე და იწყება ცენტრალურები როგორ გვერდით საჭიროა. იქ წერია რომელს როგორი ფესვი აქვს. ეგ მისწავლეთ აუცილებლად. კარგით? ეხლა თავის